გამარჯობათ მეგობრებო, ყველას სიხარული, ბედნიერება და კარგი ამბები. აი, უკვე რაღაცა ვარიანტი ჩაგვივარდა, უკვე მოვდიოდი ახლა მე ვიმყოფები შტატში. დილით გავიღვიძე და მივდივარ ახლა ტვირთის ასაღებად. სადაც დარჩენილი მაქვს 46 მილი. მაგრამ უკან შემამჩნია რომ პოლიციელი გამომეკიდა, უბრალოდ ამინათა ეს აქვია იმას. მიგალტა ქართულად მანიშნებლები. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა გავჩერებული იყავი და აგერ გავჩერდი. გავჩერდი ასეთი ფორმიანი ის მოვიდა პოლიციელი, ახალგაზრდა ბიჭი და ყველაფერი უნდა შეგიმოწმო. გამომართვა ნოტბუკი, ეხლა ეს გადმოაგზავნა და კითხა რასაკეთებო, შემოიხედა აქეთ მარტო ხარ თუ არა ხარ მარტო და წაიღო ეხლა დოკუმენტები. ჩვენ ხო დაგვაქვს ეს მანქანის დოკუმენტები. და შევამოწმებ. ამ დროს როცა პოლიცია მოდის ხოლმე, მე უცბად რო გავაჩერო ხო ვიცი ყველაფერი უცბად ეს მართვის მოწმობა დავაძრე, ამბით გაუღე კარები აქა. ეხლა მანქანა ყოველთვის სუფთად თამახ რა ყოფდა, მეთქი მოვძანდით, შემოვძანდით, დაჯდა აქა. ნუ თავისთავად ეს ტექნიკური მომენტია, როდესაც ეხლა აღარ გავალ იქით, რავი, თავში რაღაც არ მოუვიდეს. როგორი მომენტია იცით მეგობრებო? პოლიციელია რა, ადამიანია ეხლა ხო ხდებით და რაღაცა მეთოდი უნდა გააკეთოთ, ეხლა კარებს რო გაუღებ, უცბად ეხლა რას მოგთხოვს, მართვის მოწმობას მოგთხოვს და საბუთებს და უკვე პირდაპირ ვაჩეჩებ ხოლმე, აი მოვძანდი და უკვე ხო იცი რომ პოლიციამ როგორიც ეს მომენტი მე უკვე მომზადებული მაქვს ყველაფერი. და ვიცი, აბა ეხლა გამოვატარებენ. ყველაფერი წესრიგში მაქვს. მანქანა კაი ფორმაშია, მაგრამ საერთო ჯამში, რა ვიცი, თუ რამე არ იპოვეს. ეხლა ის საქმე ხო გახსოვთ ის რომ აქ ის $3000 რომ მთხოვარი, ისიც მოსაგვარებელი მაქვს საქმე. მაგრამ წესი და ლოგიკით იმ საქმეს ადვოკატმა უნდა მოიგოს რა, იმიტომ რომ იმ აქცეს, ნუ არ ვიცი, მან ეგ ამბავია, ნუ ყოველ შემთხვევაში იქ ის პროცესი მიდის. ეხლა აქ რა ხდება ამ შემთხვევაში? ეხლა ეს ყველაფერს შეამოწმებს. აი მე რო ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აი კურდღელებს საექსპერიმენტო კურდღელი რო არის ლაბორატორიული დაკვირვების ქვეშ, აი ესე ვართ ჩვენ რა. და ონლაინი და ეს ტექნიკური საშუალება ამას იძლევა და გვამოწმებენ. არ მინდა ეხლა მე ვინმე დავძაბო და აი ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე რომ ვაჩვენებთ იმას რაც არის. აი ჩვენი მეგობარი ილო ქობულაშვილი ხო სულ წინს ხოლმე ეხლა ცდილობს ადამიანი რომ აჩვენოს რა სიტუაციებია გზებზე და სიმართლეს რო ამბობს და იყავით თხილათო ძალიან შეურაცხყოფას და ისეთ რეპლიკებს უგზავნია ამ ილოს და წინს ილოს და მე ვეთანხმები იმას რომ არაფერს ტყუის ის არ ამბობს, უბრალოდ იმიტომ ეუნები აი შენ გზაბავ, შენ ასეთო შეისეთო, ნუ არასწორი შეფასებები რო არის ხოლმე და არც მე მინდა ეხლა მე პირდაპირ გაჩვენებთ რაც არის. ამიტომ თუ ადამიანებს მე გულისხმობ იმას, ვით საბუთები არ აქვს წესრიგში, ან მექსიკიდან არის გადმოსული, ან რაღაცა, თუ რაღაცა საეჭვოა, მოერიდეთ ამ მანქანებზე, ტრაილერებზე სიაროს. ნუ საზღვარს ხო კაი, იქ მექსიკის საზღვარზე და იქ მესაზღვრეები გამოწმებენ და სასაზღვრო ჯარები და აი შუა ამერიკაშიც, აი ესე მოდიხარ, მე საათი ახლა არის, დილის 8 საათი. არის როდები, რა, როგორ, რანაირად. და მოდიხარ, გამოწმებენ და კონტროლის ქვეშ ხარ. აქედან გამომდინარე ეხლა მით უმეტეს ომია, უღეთ წავიდა ტერორისტული აქტები, მიდის სხვადასხვა ქალაქებში, მიდის რაღაც აფეთქებები, აი ხა დღესაც გამოაცხადეს ვიღაც ლიბანელმა თუ მუსულმანმა, ვინაიდან ებრაელებმა დაბომბეს მისი სოფელი თუ რაღაცა, შურის ძიების მიზნით ააფეთქა რამდენიმე ბომბი და 2 ადამიანი დაღუპულია. აქედან გამომდინარე უკვე წავა უფრო მეტი შემოწმებები და ასეთი გაჩერებები.
ამას არ არის ჩვენი პოლიციელი ახალგაზრდა ბიჭია, ასეთი ტენესის სტაჩი პოლიციელი ასეთი შლაპები დადიან ხოლმე რა. რავი თუ გადავიღეთ, კარგი იქნება. აბა ეხლა შევხვდეთ რა არის, ეს გააკეთა, სენდი ალბათ ეს მიდის ლოგბუკი აიღო, რაღაცა პროგრამა გააკეთა და გააგზავნა. ამ ლოგბუკზე ბარემ მომენტს ვისარგებლებ და მოგიყვებით ამ ლოგბუკებზე. ადრე გახსოვთ ხო, იყო ქაღალდის ლოგბუკები და მიდიოდა მთელი ამბები, როგორ ამოწმებდნენ ხოლმე ფარგლებით და იმეებით ამოწმებდნენ ხოლმე რა. და მე უცბად ვინ ვის აჯობებდა რა, იქ უნდა გამოეჭირა და ფარგლებით და ზომავდნენ ხოლმე ნახაზებია. მე ადრე მაგ ნანახი ეს ლოგბუკის პრინციპი და მიდიოდა, კადათაგობანას ამბავე. და 5 წლის წინ თუ 6 წლის წინ შემოვიდა ეს ელექტრონული ლოგბუკები. ეს ქაღალდი აღარ ჭირდებოდა ამის გაკეთებისთვის რა. ამ ძღოლობის დაწყება, დაძინების, მუშაობის პრინციპი ეს ყველაფერი ფიქსირდება ლოგბუქში. მაგრამ უკვე რა მოხდა? ეს ტექნიკური საშუალებები რაღაც ყველას ერთნაირი კი არ ქონდა, რაღაც 40-მდე სხვადასხვა ტექნიკური პლანშეტები და ონლაინ სისტემები იყო რა. და თავიდან ყველა კომპანია რაღაც ეხლაც 100-ია რა, 40-45 სახეობის არის და თვითონ პოლიციელი ან ვესტეიშენზე რო გაგაჩერებდნენ, თანამშრომლები კარგად ვერ კვეოდნენ. აქედან გამომდინარე უხერხო მდგომარეობაში ვარ ჩავადნილიყვნენ, ისეთი სიმკაცრეს არ ამჟღავნებდნენ. მაგრამ უკვე გავიდა 2, 3, 4 წელი, ეხლა ნენელა შეისწავლეს და უკვე პოლიციელი იქნება, ვესტეიშენის თანამშრომელი იქნება, დიოთის თუ ვინც არ უნდა იყოს ფორმიანი, მოდის პირდაპირ ამას იღებს. ეხლა მე ასეთი სახეობის პლანშეტი მაქვს, სხვანაირი აქვს და პირდაპირ უკვე ეთყობა გაიარეს კურსები და პირდაპირ შედიან სისტემაში და ინფორმაციებს და იმეებს კრიფავენ. მაგრამ ეხლა მიდის უკვე ეხლა მე ცოტა ეზოპესენით ვილაპარაკებ, კიდევ რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ეხლა მიდის უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ ანაერი 40 სახეობის ლოგბუკი, არამედ ყველა კომპანიას ექნება ერთი სახეობის ლოგბუკი, რომელიც იქნება შეერთებული დიოტისთან. დიოტი არის სატრანსპორტო სამინისტრო. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ ალბათ მოვა დრო და ეგრეთ წოდებული ლოგბუკები იქნება ერთ სისტემაში შესული. ეხლა ისმის კითხვა, ადრე ჯობდა თუ აი მოდის პოლიციელი. ხედავთ, მოდის ახლა ჩემსკენ. ეხლა არ ვაჩვენებ რომ მე რაღაცა და მოდი ეხლა ამას უკვე კარებს გავუღებთ. ოპა. გავიარეთ ინსპექციაში ყველაფერი ნორმალზეაო. ეხლა მე ამას უკვე დამიწერა ვნახოთ. თუმცა საბუთი რო ჩაატარა ისა violation, no violation, we are discovered და ხელი მომაწერინა. არაფერი. ნეშვილი ექტონში მივდივარ, ეს ყველაფერი დააფიქსირეს, მე სიტყვიერად უთხარი, თვითონაც ჩაწერა ყველაფერი. აქით. всё, ეხლა ამას გადავიღებ, გადავაგზავნე ჩემო ფიში და პრობლემა არ არის. ყველაფერი კარგად არის. მოდი ახლა მოვემზადო. ოჩო ეს უკანად მეთქი გავხსე. ეხლა თავარია მე კარგად გავიდე აქიდან. ხო იცით, ეხლა მე პირდაპირ ასე გადავაჭრე გზაზე უკვე მარცხნივ წავიდე, მაგას არ გავაკეთებ. და გახსოვთ ადრე პოლიციამ რო გამაჩერა, კაი დიდი სიჩქარე აიღეო. ესე გადადიო, აი მაგას გავაკეთებ ეხლა მე. მაშინ იყო ერთი მეტავებოდა, ერთი პოლიციელი 40-მდე უნდა ახვიდეო, სიჩქარე მე უნდა გადახვიდეო. In 1,000 feet, keep right. Follow signs for Adams, Tennessee 76 East. წავიდა ეს პოლიცია. აი ესეთ სიტყვით, აი ესეთი ამბავია მეგობრებო, ასე თუ ისე. ეცახსად მოვიდე ხარ, შემეშალოს რაღაც შევედი. Keep right, then make a U-turn at South Gateway Plaza Boulevard. The left lane to turn left onto Martin Luther King Jr. Parkway West. At the light, turn left. უცნაური გადასახლება ეხლა პოლიციელი არ იყო დამანული, თუმცა მე მარჯვნივი მინდა, მაგრამ შეიძლება იქ იცას რა.
სწორედ აქ ახლა მე აღარ დავარღვე. უცნაურად არის რა. ახლა მე მარჯვნივ ვიდა, მაგას ახლა ვერ გადავედა. In half a mile, make a U-turn at Economy Drive. აი მარჯვნივ უნდა გადავიდე, მაგრამ ახლა გადავიდე, რა ვიცი, სამი არ დამაჯარებია. სამი წელი უნდა დავატყე. ესეც სამუშაო წვიმანები არა მეგობრებო. ეხლა მე შემოვდები გადასულიყავი, მაგრამ შემეშინდა, ამიტომ მე წავალ ეხლა წესადმე დავარტყავ, შევა და მე უკან წამოვალ და რაღაცნაირად მოვატრიალებ. ტენესი ცოტა თავისებური შტატია. რაღაცა აი გადასახლებებზე ემებზე სულ პრობლემებია ხოლმე, ამიტომ ჯანდაბას ეხლა წეს დავარტყავ და უკან დავბრუნდები. მეუბნება უკან დაბრუნდიო, მაგრამ ვერ ვხედავ მოსატრიალებას. U-turn at Economy Drive. მოსატრიალებელი ვერ პოულობ. ვიწრო იმებს შესვლა არ გინდა. შეიძლება შეუძლია. მომიწევს ვიწრო იმებს შესვლა. Head toward Wynn Way. Left to I-24 West. ვიწრო შემოსახვევი არსად არ არის, აუბედურებაა სად მოვედი. აი. ვარა. აგერ შევა, თორე იქ ხიცავ ხედავ, ხიდი არის შორს და ამოდი აი აქ შევა რა რაღაც შენები. At the next stop sign, turn left. შენებმა მიდის, მაგრამ ვერ ვატრიალებ ვერსად. შენებლები მიყურებენ და არავშავს პეტრე ვერსად ვერ ვატრიალებ და გავაკეთო. ოპა. აგინდა ვაკა იქნა მიყურებს ეს შენებლები. I just make yeah. I just make right, yeah. Sorry. ესენი და იტო იქითკენ იყო ხიდი და ხიდში ვერ გავეტეოდი. აი ნახეთ ახლა იქითკენ ხედავთ ხიდია. იქ რო წავსულიყავი ხიდში ვერ გავიჭედებოდი, ამიტომ მომიწევს, თუმცა მოვატრიალე. აი წავედით ახლა გავიდეთ კაიროზე, ასვატზე. თან ახლა ამ დროს ასეთ ადგილებშიც ცუდია რა, შეიძლება აფია საბურავი გაგეხეს რაღაცა. მაგრამ სხვა არჩევანი არ ქონდა. Head toward Wynn Way. Wynn Way. ეხლა მოგიტალა პუპუპა. გავიდეთ გზაზე, გავიდეთ. ოკეი. всё. At the next light, turn right. ოკეი. всё, როგორც იქნა გამოვედით იმ სოფლის გზებიდან და გამოვედით ცენტრალურ გზაზე. всё. კარგით აბა მეგობრებო, დავამთავრეთ ეს ჩვენი ვიდეო. ასე ნატურალურად და ბუნებრივად გაჩვენეთ რა ხდება გზებზე და ისევ და ისევ არ მეურდები და არავის არ ვძაბავ. ვისაც საბუთები არ აქვს და რაღაცა დარღვევები აქვს, მაინც მოერიდეთ მანქანაზე მუშაობას და ასე ვთქვათ გზებზე სიარულს. ეკიდო მეგობრებო, დაგემშვიდობებით, გაგვიმართა არაფერი შენიშნო და არაფერი ცუდი, არაფერი არ უპოვიათ. ეხლა გავაგზავნი ამ ჩემ მონაცემებს ოფისში და გავაგზავნებ ჩვეულებრივ მუშაობას. აბა ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულს და რაც მთავარია, შვიდად ვიყოთ, შვიდად და უფალი იყოს ჩვენთან. კარგად, იმედია შევხვდებით საინტერესო მომავალ საინტერესო ვიდეოებში.